მე მყავდა მომხარე რომელიც ბიუჯეტი არ აინტერესებდა ვიხდი გეუნება და უკვე იჭედები ხედავ აი თელ სოფლიოში რო გიწევს რაღაცეების ძებნა იმიტომ რომ ფული პრობლემა არ არის და მაინც რო ვერაკეთებ ისეც როგორიც უნდა აი უკვე შენი პროფესიული შეურაცხყოფა აი შენი თავის გწხვენია გაიგე რომ კაც ფუ რაც თავარია ბანკანა მოგიყვანა ფული დაგიდო დაგიყარა თუ ვერაკეთებ ისი ბრალია ეგეთ ადამიანებს ხოთაშორის არ უყვართ საყოდურის თქმა საყოდურს კი არ გეტყვის ეგეთი ადამიანი პროსტა გამოვა გააკეთე ფულს გადაიხდის ერთს გეტყვის თუ რაღაცა არ მოეწონა თუ კიდე ისე არ გააკეთე როგორც იმას უნდოდა წავა და აღარასოდეს შენთან აღარ მოვა რა არასოდეს აი ჩხუბს არ დაგიწყებს ეგეთი ადამიანი მართლა დიდი ფული ვისაც აქვს რა ჩხუბს არ დაგიწყებს ტრიკინს არ დაგიწყებს ორი ხელი დგეთახმე ნანახი მყავს ეგ ხალხი მილიონთან და ესეც გამოგადგებათ კიდე ვისაც დაუშვათ გინდათ სერვისში ფეხი შედგა და მოღვაწეობა დაიწყოთ არიან რა თქმა უნდა ისეთი გამოყენებული ხალხიც რომელიც ტვინს შეგიჭამენ იშვიათად მაგრამ ძირითადად ვისაც ფული ნაშოვნი აქვს იმათვე საკუთარი ნერვები უფრო ძვირიღირს ვიდრე შენი გაუკეთებელი საქმე რა ფულსაც გადაგიხდიან დებილო $100-საც გაჩუქებენ ხშირად ზემოდან მაგრამ ვეღარასდროს ვეღარ ნახავ თვალი თქვენ სერვისში ამიტომ ფულიან ხალხთან თუ გაქვს ურთიერთობა არ უნდა შეგეშალოს აი არ უნდა შეიძლება შეგეშალოს მაგრამ არ უნდა ჩაიჭრა რა კაროჩე რა პირადი პრაქტიკიდან კიდე გეტყვით ნახეთ არ უნდა შეგეშალოს იმათმაც კარგად იციან რომ ადამიანები ვართ არ უნდა შეგეშალოს ერთ და იგივე ბევრჯერ ხო მე შეიძლება ბევრი შანსი არ მოგცენ მე მესამეჯერ არ უნდა შეგეშალოს ერთხელ შეგეშალა გითხრა გამიკეთე მეორე შანსი მოგცა კიდე შეგეშალა შეიძლება დაგნებდნენ რა აღარ შემოვიდნენ შენ კი ეგ გულისხმობს და მე ბევრი ვიდეოც მაქვს დადებული ჩემს საკუთარ შესწავლაზე ჩვენ YouTube არხზე ჩემი ყველაზე აქტიური კომაგი ხარ როგორც ბიზნესის განვითარების კუთხით არის ადამიანი სახელდაგვარს არ დავასახელებ რომლის G-კლასი ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ საახალწლოდ გადავაკარით და რომ მოვიდა მითხრა რომ ლაშა ამ G-კლასში მე ფული არ დამინანებია ვეძებდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიშოვე ის რაც მინდოდა წლების განმავლობაში ფული მქონდა მაგრამ მანქანაც ვერ პავლოდი ვიპოვე და შენ რა უქენი გააფუჭე